ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი, რომელსაც ქართული ოცნების ყრილობის შემდეგ სრულიად პოლიტიკური სპექტრი ელოდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღიად ერთვება ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიაში ყველა რეგიონში თავადჩავა და ტელეეთერებით მიმართავს ამომრჩეველს. ესა ინგა გრიგოლიას დღის ამბების შვიდზე კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ივანიშვილის წერილი რამდენიმე თავადაა დაყოფილი. სად ვიყავით, როგორ მოვიდა და რატომ მოვიდა ჯერ პოლიტიკასა და მერე ხელისუფლებაში. რა იყო მთავარი დაპირებები, რას დაპირდა ამომრჩეველს, რა მიღწევები აქვს ოცნების ხელისუფლებას, სად ვართ, საით მივდივართ, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ, საგარეო კურსი და ორიენტირები, წარსულში დაბრუნების საფრთხეები, როგორ მივიდა ქვეყანა ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკამდე, როგორია თავისუფალი მედია და როგორ არ აქვს ხელისუფლებას საკუთარი ტელევიზია. არაფერი უთქვამს კოალიციის დაშლაზე, ყოფილ თუ მომავალ პარტნიორებზე, კორცხელის და ნასაკირალის წაგებულ არჩევნებზე, ხურჩაზე, კაბელებისა და ფარული კადრების შანტაჟებსა და სკანდალებზე, ხაზგასმით ისაუბრა ქვეყნის დასავლურ კურსზე და ამავდროულად რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე. ოპონენტებისგან ივანიშვილმა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა აღიარა და რეალურად არჩევნების ველი ორად გაყო ქართული ოცნება და ნაციონალები. ღია წერილის პათოსი ძალიან წააგავდა 2011 წლის წერილს, რომლითაც ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა. წერილში მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაზე, მიხეილ სააკაშვილზე და მათ მიერ მართულ მძიმე 9 წელზე საუბრობს. არც ერთი სიტყვა სხვა პარტიებზე, არც ერთი სიტყვა სხვა პოლიტიკურ ლიდერებზე. ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ 2016 წლის არჩევნებზე ქართული ოცნება მთავარ ოპონენტად კვლავ მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას დაიტოვებს. ქვეყანას არ აქვს უფლება ტირანიისკენ და ავტორიტარიზმისკენ უკან მიბრუნდეს. პოლიტიკური ძალა, რომელიც ცოტა ხნის წინ ტერორით მართავდა ქვეყანას, ადამიანის უფლებებს აბუჩად იგდებდა და თავისუფალ სიტყვას დევნიდა, დღეს სრულიად სარგებლობს ქვეყანაში არსებული თავისუფალი გარემოთი. ძველებურად ამუშავებს სიცრუის მანქანას, აფრქვევს ცილისწამების კორიანტელს და მის დღის წესრიგს ხშირად დანარჩენი მედიაც მიყვება, რადგან მთავრობის ლანძღვა მოდაშია და კარგ ტონად ითვლება. მოქალაქეებს მიზანმიმართულად და განუწყვეტლივ მიეწოდებათ ქვეყანაში არსებული ვითარების განზრახ დამახინჯებული სურათი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც გავიმარჯვებთ. ასე მთავრდება ბიძინა ივანიშვილის წერილი. ყოფილ პრემიერს ეჭვი არ ეპარება, რომ სულ რაღაც 10-15 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა ევროპულის მსგავსი იქნება და სწორედ ამიტომ აიღო მთავარ ორიენტირად, როგორც თავად ამბობს 2030 წელი, რადგან 2030 წელს გაიმართება საბოლოო წელში ქართული ეკონომიკა. ხელისუფლებაში ყოფნის 4 წლის თავზე კვლავ ნაციონალური მოძრაობის დამარცხებით რომ ტრაბახო ფაქტობრივად შესმთავარ მიღწევად ამას რომ ასახელებ, ეს ნიშნავს თუ არა რომ თავად აღიარებ ამ 4 წელიწადში იმაზე მნიშვნელოვანი ვერაფერი გააკეთე, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს. ეს ცოტა ხნის წინ პოლიტიკაში წასული ჟურნალისტის მერაბ მეტრეველის შეფასება ივანიშვილის დღევანდელი წერილის. მეტრეველი ცოტა ხანში იქნება ჩვენი სტუმარი, ამბებს შვიდზე კი ექსპერტი გია ხუხაშვილი ხსნის, მე მას მივესალმები. საღამო მშვიდობისა და დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. სანამ დაგისვათ კონკრეტულ შეკითხვებს, მე მინდა მოვისმინოთ თქვენი შეფასება. როგორ შეაფასებთ იმ ახალ წერილს, რომლითაც წინა საარჩევნოდ გამოვიდა და განაცხადა, რომ ღიად ჩაერთვება მისი პარტიის საარჩევნო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილი? პრინციპში რაც მე უნდა მეთქვა, თქვენ ყველაფერი თქვით უკვე შეიძლება ითქვას, მარტო იმის გამო რომ მთავარი პრობლემა რაც ამ წერილთან დაკავშირებით გვაქვს, გახლავთ ის რომ ის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საერთოდ სამყაროს უყურებს ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირების პრიზმაში. ანუ მისთვის ეს პროცესი შეზღუდულია აი ამ დაპირისპირებით და მას ის უბრალოდ ან ვერ ხვდება, ან არ უნდა თვალი გაუსწოროს იმ რეალობას, რომ მისი მთავარი ოპონენტი დღეს არის არანაციონალური მოძრაობა, არამედ ქართული საზოგადოება, რომელიც თავის უმრავლესობაში სამწუხაროდ ჩამოყალიბდა იმაზე, რომ მას ყავს ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობის სახით. გასაგებია, რომ პოლიტექნოლოგიურად ეს შეიძლება იყოს მომგებიანი, რომ ეს ორპოლისიანობა შენარჩუნდეს, მაგრამ ეს უკვე გუშინდელი დღეა, შესაბამისად ეს რიტორიკა, რომლითაც გაჟღენთილია მთელი წერილი, ეკონომიკაშიც კი შედარებითი ანალიზი კეთდება იგივე ნაციონალურ მოძრაობასთან, ანუ ჩაკეტილია ამ სამყაროში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც გარდა იმისა, რომ უერთმანეთოდ აღარ შეუძლიათ არსებობა, გარდა ამისა თვითკმარები არიან. ისინი ფიქრობენ, რომ სამყაროს ისინი ავსებენ მთლიანად
და მათ გარდა არავინ არ არსებობს. ჩვენ ვარსებობთ და ჩვენთვის ხო, ანუ საზოგადოების უმრავლესობისთვის, რომელიც ძალიან კრიტიკულად უყურებს რბილად რო ვთქვათ, ხელისუფლებას და არ მოწონს ნაციონალური მოძრაობა, ორივე მიაჩნია წარსულად და ახალ არჩევანს ეძებს, ხო? ჩვენთვის სათქმელი არაფერი არ აქვს. არც უცდია რომ რამე ეთქვა. რატომ არ ვჭირდებით ჩვენ ამ ტიპის ამომრჩეველი? ნუ გამოდის რომ ჩვენ არც ნაციონალურ მოძრაობას არ ვჭირდებით პრინციპში, ხო? ისინი ძალიან კარგად გრძნობენ ერთმანეთთან თავს, როგორც ჩანს და ჩვენ მას ან არ ვჭირდებით, ან უბრალოდ იმდენად არაფერი არ აქვს სათქმელი ქართულ ოცნებას და ხელისუფლებას ჩვენთვის, რომ არც თვლი საჭიროდ, რომ რაღაც არგუმენტირებულად გვესაუბროს, ხო? იგივე ეს ფორმალისტური სტატისტიკა ეკონომიკაში, ხო? ეხლა სტატისტიკის გამოქვეყნების დიდოსტატი იყო მიშა სააკაშვილი, ხო? ეხლა ვირტუალურ კეთილდღეობას იმაზე კარგად ვერ დახატავს ქართული ოცნება, ხო? რას აკეთებენ, იმას ვერ გვეუბნებიან და ეხლა ვირტუალურ კეთილდღეობაზე ვერ გვესაუბრებიან, იმიტომ რომ ინდიკატორი საქართველოს მოქალაქისთვის კეთილდღეობის რეალურად უკვე ბოლო წლების განმავლობაში არის არა ვირტუალური რეალობა და სტატისტიკა ქაღალდზე დაწერილი, არამედ მაცივარი, რომელსაც ის გამოაღებს და იქ ან ნახავს რამეს, ან ვერ ნახავს. რა თქმა უნდა. აი ეს არის მისი მთავარი პრობლემა. ეხლა მე შეიძლება დავეთანხმო, რომ მისი როლი, მისი ღვაწლი მართლა ძალიან დიდია და უზარმაზარია და მეც პირადად მასთან მორალურ ვალში ვარ. და არა მხოლოდ მე. თუმცა, როდესაც ჩვენ სასწორზე გვიწევს დადება სახელმწიფო ინტერესი იქნება ეს თუ რაღაც ჩვენი პირადი ემოციები და სენტიმენტები, ხო? ბუნებრივია, მე ვალდებული ვარ, რომ თქვა, რომ მისი ეს გზავნილი არის წარსულის გზავნილი, ის არ არის ორიენტირებული მომავალზე, ის არ აძლევს ადამიანებს ახალ არჩევანს, რისი სასიცოცხლო მოთხოვნილება გაჩნდა დღეს უკვე და უნდა დაგტოვოს აი ამ იწილო-ბიწილოში ნაციონალურ მოძრაობასთან, ხო და 9 წელზე გველაპარაკოს. კი ბატონო, გავიგეთ, მადლობა. ჩვენს გვაქვს რაღაცა პატარა აგური ამაზე და ამაში დადებული, მაგრამ ჩვენ გვინდა ახალი საქართველო, ჩვენ გვინდა პოზიტივზე ორიენტირებული ნეგატიური მესიჯით, რომ მე თუ არ ვიქნები, მაშინ ბუა მოვა და შეგჭამთ ნაციონალური მოძრაობის სახით. რაც წერია მხოლოდ ამ წერილში და მეტი არაფერი არ წერია, ეს გუშინდელი დღეა. ამას აღარავინ აღარ შეჭამს დღეს. ბატონო გია, ერთი კითხვა მინდა ასეთი რომ დაგისვათ. ვინ უწერს ბიძინა ივანიშვილის მსგავს წერილებს? ან ვინ მონაწილეობს ასეთი ტიპის წერილების დაწერაში? რატომ გეკითხები? დღეს მესამე და ვიხსენებ ამ ამბავს, მაგრამ 2 კვირის წინ ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბა სანიკიძემ ჩვენთან ეთერში თქვა, რომ ივანიშვილი გარემოცვას ყავსო ერთგვარ საინფორმაციო ვაკუუმშიო. ვინ მიიღო თქვენ როგორ ფიქრობთ ამ ტიპის წერილის მე არ მინდა სახელებს და გვარებზე ლაპარაკი. ყოველ შემთხვევაში მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ვინც ამაში ადრე მონაწილეობდა, არც ერთი ის ადამიანი ამაში აღარ მონაწილეობს დღეს, ხო? და ყველა ზოგი ოპოზიციაშია და ზოგი ცალიფეხით ოპოზიციაშია. აქედან გამომდინარე ეს ნინო გოგუაძემაც თქვა, რომ ერთ-ერთი თვითონ იყო დაუშვათ. რა თქმა უნდა, ნინო გოგუაძეს იქონდა ძალიან სერიოზული როლი, ობიექტურობის უნდა ითქვას ამაში, ანუ ფინალურ რედაქციას ყოველთვის ის აკეთებდა ხოლმე, ასე რომ ეს ნამდვილად ესე იყო. უბრალოდ მე ვეცინებდით მონაწილეობას თავის დროზე მისი ამ წერილს რა თქმა უნდა, მაგრამ ეხა ისე არ გაიგოთ, რომ ვინმე მას უწერდა, ხო ის ამაში მთლიანად იყო ჩართული, ეს იყო კოლექტიური პროცესი, არ გაიგოთ ისე რომ ვიღაცა უწერდა და ის კითხულობდა, ეს ესე არ ხდებოდა ნამდვილად, ხო? ის იჯდა მუშაობდა, სერიოზულად მუშაობდა ამ ტექსტზე, თუმცა ეს კოლექტიური შემოქმედების საგანი იყო. მაგრამ ისი საბოლოო გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა ისიღებდა საბოლოო ტექსტზე და არ მინდა აქ რომ რაღაცა არასწორი გაგება იყოს. ამ წერილთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ მთავარი გზავნილი, ესე რომ ვთქვათ, მთავარი დაკვეთა იყო იმაში, რომ უნდა ყოფილიყო აი ამ იწილო-ბიწილოში ნაციონალური მოძრაობა და ჩვენ მეტი არავინ არ არსებობს, ხო? და დანარჩენი აბსოლუტურად ეკლექტურია ეს ისა, მე მგონია რომ სხვა ჯგუფები მუშაობდნენ სხვა ნაწილებზე. იგივე დაუშვათ, როდესაც აი ეკონომიკურ ნაწილზე სტატისტიკაზეა საუბარი, სტატისტიკურ მონაცემებზე, ხო? იქ ეხა გასაგებია, რომ ეს ხელისუფლება ამაყობს რაღაც რეიტინგებით, რაღაც ადგილებით, რაღაც ამ ციფრებით, მაგრამ ნუ ეხა იქ ლოგიკური ლაფსუსები იყო დაშვებული პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ როდესაც ერთის მხრივ ის სწორ გზავნილს უშვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი კეთილდღეობის დონე 6-ჯერ ჩამორჩება საშუალო ევროპული ქვეყნის კეთილდღეობის დონეს თუ მთლიანი შიდა პროდუქტის გადავანაწილებ, ესე რომ ვთქვათ, მოსახლეზე, ხო?
იქვე ამბობს, რომ 10-15 წელიწად ჩვენ ამ დონეს მივაღწევთ, მაგრამ ამ ზრდის ეკონომიკის ამ ზრდის ტემპებით ეს 10-15 წელში ვერ მიიღწევა. ეს არის ათეულობით წლების საქმე, ელემენტარული არითმეტიკის საკითხია. და თუ ის თulis რომ ეს მაინც მიღწევადია, შესაბამისად ეკონომიკური ზრდის ტემპი ორნიშნა უნდა იყოს, ბევრად უფრო მაღალი უნდა იყოს და ამაზე აღარაფერს აღარ გვეუბნება. რის იმედია იმ დონეს, რა დონეზეც იგი საუბრობს. კი ბატონო, რის იმედია ამ კუთხით ახლა, რაც შეეხება სისტემურ საკითხს, ორი სიტყვით ვიტყვი კიდე, ხო? სისტემურ საკითხს, როდესაც ის საუბრობს, რომ ჩვენ გავთავისუფლდით ყველაფერი იმ სიბინძურისგან, იმ სიმახინჯისგან, რაც სააკაშვილის დროს იყო, მე ამას არ ვეთანხმები. მიუხედავად იმისა, რომ უკეთესობა ნამდვილად არის ყველა მიმართულებით, რაც ის საუბრობს, ხო? ჩვენ დღესაც ვართ კოლექტიური მურუსიძის მძევლები ყველა, ხო? იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ გაათავისუფლა სასამართლო, მე ამას კატეგორიულად არ მივიღებ, იმიტომ რომ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უყარეს კენჭი მურუსიძეს იმაში რა იუსტიციის საბჭოში და ამისგან ვერ გათავისუფლდებიან ისინი და მე არგუმენტებიც გამოაქვეყნეს, რატომ დაუჭირეს მურუსიძეს მხარე, თურმე ის ავტორიტეტი ყოფილა. ავტორიტეტი ახლა შავი გაგებით გულისხმობდა ქურდაძის იქ თუ რას გულისხმობდა ეს ავტორიტეტი მე ვერ გავიგე, ხო? ალბათ ქურდაძის. და როგორც მოვლენები აჩვენებს, ესეც არის, ხო? აქედან გამომდინარე და ამას გავონებოთ კორცხელის დეჟავიუ და კიდე რომელი ერთი გამოვლენა ვთქვა. კი ბატონო, დღეს არის უკეთესობა, მაგრამ პროცესები არ მიდის საიმედოდ. პროცესები მიდის იქით, რომ სისტემამ შეიძლება რევანში, რევანშის უпростоრე ჩვენ რევანშის მსხვერპლი აღმოჩნდეთ. სააკაშვილის დაბრუნება კი არ არის პრობლემა. სააკაშვილი სახელი და გვარი და თუნდაც ერთი ოდიოზური პიროვნება არ არის პრობლემა. პრობლემა მისი დატოვებული სისტემა, რომლის აღდგენის პროცესი მიდის დღეს. აი ეს არის პრობლემა. ნაციონალური მოძრაობა ბრუნდება ამ სახით, სისტემის სახით და არა სახელი და გვარის სააკაშვილის ან ბოკერიას სახით. ბატონო გია, რატო მაინც და მაინც ნაციონალები ერთი, ნუ რაზეც თქვენ საუბრობდით, ანუ ვერსია ერთი, რომ იგივე ცოცხების სისხლიანი 9 წლის შეხსენები და ასე შემდეგ, უფრო მარტივი იქნება და უშუალოდ ქართული ოცნებისთვის ხმები წაიღოს, თუ უბრალოდ მართლა არ ესინჯებათ პულსში სხვა პარტიებს და რეალურად შანსი არ აქვს სხვა პარტიებს. მოდით ესე ვთქვათ, ხო, რა თქმა უნდა, შენ თუ გინდა არჩევნები მოიგო და არ აქვს პოზიტიური გზავნილები, შენ ალტერნატივად უნდა წარმოადგინო შენზე უარესი, ხო? ეხლა ნაციონალური მოძრაობა, ნუ ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობა არის მასზე უარესი და შესაბამისად პოლიტიკური სივრცე უნდა ჩაკეტოს აი ამ ყველაფერში. მაგრამ როგორც აჩვენა ზოგიერთმა პრეცედენტმა სამეგრელოში მაგალითად სულაც აღარ ფიქრობენ და გურიაში კიდე სულაც აღარ ფიქრობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა მათზე უარესია. ამდენს მიაღწიეს. რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს, კი ბატონო, არის სერიოზული კრიზისი გვაქვს ჩვენ პოლიტიკური ელიტის. დღეს ამომრჩეველი, როგორც მთავარი ოპონენტი ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ითხოვს არჩევანს. ამ არჩევანს პოლიტიკური ელიტა ვერ აძლევს ჯერჯერობით, ხო? აი მე რა ვიყავთ მე და იქნებ მეუბნა იცის რამე ოქროს გასაღები ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ისეთ ჩემდა სამწუხაროდ პოლიტიკაში წავიდა, მაგრამ ნუ მე მაინც უსურებ წარმატებულს. ვერასდა ისიც ამ გზას და იმედია არინანებს მერე ჩემსავით მეც ერთ დროს დამემართა ასეთი რამ. მე რამთან დავსვავ მე ამ კითხვას თქვენ კი ერთი რამ მინდა რომ მკითხოთ. რეალურად ერთია რაზეც თქვათ სურვილებზე შეიძლება იყოს აქ რაღაც მთავარი გზავნილები, ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, როგორც თქვენ ბრძანეთ ერთმანეთზე უარესი და მეტი სხვა არავინ, მაგრამ რეალურად თქვენ პირადად აი ამ ხელა გამოცდილების ადამიანი ვინც რამდენი ხანია მონაწილეობს აკვირდება პოლიტიკურ პროცესებს და ერთ-ერთი მთავარი მრჩეველიც იყავით. ვის ხედავთ თქვენ მომავალ პარლამენტში? რა არის იცით ორი სცენარი არსებობს. ერთი სცენარი არსებობს ნეგატიური, როდესაც ეს აპათია, ხო? ანუ აი პოლიტიკური ელიტა ვერ მისცემს ამომრჩეველს არჩევანს და შესაბამისად აპათიაში დარჩება ძირითადი მასა ამომრჩევლის და გვექნება დაბალი აქტივობა. დაბალი აქტივობის პირობებში მე გეტყვით, რომ 3-4 ძალაზე მეტი ვერ მოხდება პარლამენტში და აქ უკვე იზრდება აი ამ ორი პოლუსის შანსები, რომ მათ ლომის წილი მიიღონ, ანუ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ძალაუფლების ლომის წილი მიიღონ. მაგრამ ამას მათთვის აქვს ერთი სერიოზული ნეგატივი, რომ აი ესეთი დაბალი აქტივობის პირობებში
ხელისუფლებას ექნება ძალიან სუსტი ლეგიტიმაცია, რის ბაზაზე ჩამოყალიბდება პოსტსაარჩევნო კრიზისი აუცილებლად, ხო? ეხლა ეს პირდაპირ არჩევნების შემდეგ მოხდება თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ, გამომდინარე იქიდან რომ ხელისუფლება იქნება მყიფე. რატომ? იმიტომ რომ ამორჩეველს არ ექნება განცდა რომ ეს არის მისი არჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, შემდგომი ხელისუფლება ამ შემთხვევაში ან უფრო მაღალი ალბათობით ვერ მიატანს ციკლის ბოლომდე და ჩვენ ისევ მორიგი რევოლუციის საფრთხის წინაშე დავდგებით. არსებობს მეორე პოზიტიური სცენარი, როდესაც ამომრჩეველი გამოიჩენს თვით შეგნებას და მაინც წავა არჩევნებზე და მიუხედავად იმისა, რომ სოლიდური არჩევანი არ აქვს, ის გადანაწილდება დანარჩენ ოპოზიციაზე. ხო? ანუ არ ძალიან ესე რომ ვთქვათ, ფაქიზად არ მიუდგება ამ საკითხს. არც ერთ შემთხვევაში ეს დამატებით მისული ამორჩეველი არ მისცემს არც ქართულ ოცნებას ხმას და არც ნაციონალურ მოძრაობას. გადანაწილდება დანარჩენ ოპოზიციაში და ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს, სადაც საკონტროლო პაკეტი არავის არ ექნება. მეცაც გეტყვით, მაღალი აქტივობის 60-65% აქტივობის პერიოდში ქართულ ოცნებას არათუ საკონტროლო პაკეტის, არამედ 30%-ის მიღწევაც კი ფანტასტიკის სფერო იქნება მისთვის, ყველა კვლევები ამას აჩვენებს, ხო? მაღალი აქტივობის პირობებში კიდევ ერთხელ ვამბობ. და 7-8 პარტიანი პარლამენტში უკვე ოქროს გასაღებს ვინ დაიჭერს, ანუ ვინ გახდება კოალიციის შემკვრელი ძალა, აქ ბევრი კითხვის ნიშანია. ეხლა ყველაზე კარგი სასტარტო პირობები ეგერ მერაბის პარტიას აქვს, ჩემის აზრით, გამომდინარე იქიდან რომ დანარჩენი ოპოზიციისგან განსხვავებით ისინი არიან დამძიმებული წარსულის ცოდვები. ხო, ნუ არასოდეს ყოფილან და ამიტომ ვერაფერს ვერ წარუმატებელი პოლიტიკოსებიც არ უყვარს მაინც და მაინც ამორჩეველს, ხო? და სუფთა ფურცლიდან დაწყება ყოველთვის უფრო ადვილია.